ჩვენი პირველი სტუმრები უნდა წარმოგიდგინოთ 4 შვილის დედა, გორის ქალთა კამერული გუნდის სოლისტი, რადიო წამყვანი თაკო ოქროპირიძე შვილებთან ერთად გვესტუმრა. ესე გაბრიელი, სოფია, ნიკოლოზი და ანიტა ბოლქვაძეები. წავედით უსამართლოდ მე გამოვხსნით ცოტა ხანში. პირველად არ არიან ჩვენთან ნიკოლოზ, ბევრი რამ ვიცით მათ შესახებ, თუმცა ხა ზაფხული გავიდა 1000 სიახლე აქვთ მათ და ამიტომ ყველაფერი უნდა მოვისმინოთ. მოგესალმებით. გამარჯობა. თან რა არიცი, როგორც ვიცი და როგორც ღერიან და დღეს უნდა გვიმღერონ და ნახოთ ერთი რას გვიმღერა. აბა როგორია? ძალიან კარგად, ძალიან კარგი აგვისტო გქონდა. დავისვენეთ ფანტასტიურად. მეგობრის ხელშეწყობით, რომელმაც ბაკურიანში თავისი კუთვნილი ბინა დაგვითმოდა. შედით და აღარ გამოხვიდეთ. შენ ამდენად დაისვენებდი ახლა არ ვიცი, მაგრამ ბავშვები. ხათაშორის იქ ჩემი ორი მეგობარი დამხვდა და იმათ იზრუნეს ჩემს ძალიან კარგ დასვენებაზე და ბავშვებსაც ორი იგი ბავშვებს მთელი წლის მარაგი აქვს უხაერის და შემდეგ სხვასაც ვესტუმრეთ ცოტა ხნით. აჰა. რა მაგარი. ხო, ჩვენ ახლა როგორც ვიცით ხოლმე, ხო, ცხელი ზაფხულიდან უკვე დღეს დილით მაგალითად ძალიან შემცივდა რომ გამოვედი. ცოტა გრილი შემოდგომის ამინდი ნამდვილად არის, მაგრამ ისევ გამოდგომა მალე გიწევდა და მე უცებ ზამთარი დგება. ხო და როგორც ვახსენეთ, ჩვენთან პირველად არ ხართ, გვაქვს ქონდა საუბარი იმაზე, რომ ახალგაზრდა ასაკში დედა გახდი, 4 შვილის დედა, მრავალშვილიანი, მაგრამ ეხლა ვისაუბროთ, მე ბავშვებთანაც გადავალ, ხო არ შეეცვალათ ინტერესები ასე შემდეგ და შენიდან დავიწყოთ ეხლა შენი მიმართულებით, კარიერული მიმართულებით ის რო დატვირთული ხარ ასე. ჩემგან რომ დავიწყოთ, ანუ ყველაფერი გრძელდება ძველებურად, გურის გუნდში დავიწყეთ უკვე რეპეტიცია ერთი კვირა და დღესაც აქედან მთელი სიჩქარით უნდა გავვარდე გორში რეპეტიციაზე. რა თქმა უნდა, რადიო წამყვანობას ვაგრძელებ ისე ჩემს არაჩვეულებრივ რადიო ფორტუნაში და სოლო კარიერას რაც შეეხება, ეს ცოტა ეს 4 ბავშვის ზრუნვა და მთელი ამბები მკაჩავს უკან და ამ ყველაფერს ისე მარტივად ვერ ვახერხებ. მაგრამ რასაც ვაკეთებ, ჩემი ორი უსაყვარლესი საქმეა და სამსახური ნაკლებად უფრო კარგი საქმეა და ძალიან მიხარია და რაც შეეხება ბავშვებს, წელს უკვე ნიკოლოზიც შეემატება სკოლის მოსწავლეებს, პირველ კლასში მიდის, კი. და წრეებზე ვაგრძელებთ ისევ სიარულს, პირიქით ვამატებთ კიდევ რაღაცეებს და ვნახოთ იმედი მაქვს რომ მე წლის ბოლოს ყოფილი სახით მიდგები. გამომართი ხეთ. არა, კარგი, არ გამომართო, ისე მითხარი, გიხარია სკოლაში მისვლა. მართლა? კი. ბაღი არ მოგენატრება? ხო. მაგრამ სკოლაში უყვარს ძალიან თავისი მასწავლებელი და გონია რომ იქაც უნდა ასწავლოს დიანა მასწავლებელმა, მაგრამ იმედი მაქვს კარგი მასწავლებელი გვეყოლა. მითხარი, ანუ სკოლაში იქ მიყავს სადაც უფროსები? დიახ. პირველ კლასიკურ გიმნაზიაში დავდივართ და მიყვარს ძალიან ეს სკოლა. მე უნდა გკითხო ესეთი რამ, საკმაოდ აკავებული ხარ 4 შვილის დედა ხარ და მარტო როგორ ახერხებ ამ ყველაფერს, რომ ისურვებ მარტო მეგობარი იდგა გვერდით დაგხვდნენ რაღაცა. არა, არ დამხვდნენ, მარტო ვიყავი. ბაკურიანშიც და ზღვაზეც. მარტო წავედი, მარტო წავედი. ხო. ნუ მან გასაღები გადმომცა და თავისუფლება მომანიჭა რომ დამესვენა. არ ვიცი, ჩემ მეგობრებს უნდა კითხოთ, ისინიც ვერ ხვდებიან ხოლმე ამას, მაგრამ მთელი დღე მაქვს გაწერილი ისე რომ აი ნელა ვაკეთო, არა, უცებ ჩქარას, მინდა რომ ყველაფერი მოვასწრო. დაასწრებ და ესე იგი მე მგონი ანუ რაც უფრო მეტად ვიძაბები, უფრო მეტს ვასწრებ და უფრო ფორმაში ვარ. იაპონიასაც კი შეშურდებოდა ჩენი, მე ვიტყოდი კი. მთელი საათი, ყველა წუთი და წამი გაწერილი. მე გერმანულ დროს ვუსწრებ, ესეთი სისწრაფით ვაკეთებთ. წაუძინებენ, აი 7 წუთი აქვთ, წაუძინებენ, იმიტომ რომ ზოგადად არ. აი ახლა ვაპირებ აქედან გორში დავიძინო. ცოტახნით მე უკანა გზაზე და მე ჩამოვალ ფეხზე ვიდგე მყარად რომ ჩქარა საჭმელი, ჩქარა სარეცხი, ჩქარა წაიყვანე, ჩქარა გამოიყვანე. და არაჩვეულებრივად გამოიყურებ ამ ყველაფერთან ერთად. აუცილებლია. კი, ნამდვილად იმედი არა ფაქტია. მითხარი ბატონო ჩემო, თქვენ რა შვებით როგორ ხართ, ეხა რომელ კლასში ხარ? გადავედი მე-4 კლასში. დიდი ბიჭი ყოფილ. დიდი ბიჭი ხარ. მაგრამ ჩემ მეზობლებს თავიდან როცა არ ვიცნობდი 11 წლის ვაგორდა და ეგურათ რომ ან მე-6 ან მე-5 კლასში გადავედი. და ბაკურიაში რა ვიყავი, საერთოდ ციცილით მოკვდან მე 4 კლასში გადავედი. თან ახლა აიყრიდი უფრო ტანს შენ და ახლა ნახე შენ სკოლაში რამბები იქნება. სკოლაში ხო განაგრძობ კარგად სწავლას. კი. ახლოს დაიჭირე მიგროფონი, რომელ საგან სწავლობ ახლა ყველაზე კარგად? მათემატიკას. აბა რა. სპორტული მიმართულებით და ცეკვის და სიმღერის?
არც ერთი. რა არც ერთი სიმღერა ხო გიყვარს? კი დადის კალათბურთზე. მაგრამ მაინც არ მე ანუ თვითონ გონია რომ არ გამოსდის და ცოტა მე მაინც ხენილია. სწავლის ნიჭი მაქვს და მაგით. კარგია, სწავლის ნიჭი უპირველესი. აი სპორტს რა შეეხება და სხვა რაღაცას, იმას უკვე შენი მწვრთნელი, პედაგოგი გეტყვის. დარწმუნებული ხარ, თან მაღალი ბიჭი ხარ, ხო? თეატრალურ სტუდიაში დავდივარ, სკოლასთან არსებულია და უკვე სპექტაკლებში ვიღებთ მონაწილეობას. ჭადრაგზე დავდივარ, ხატვაზე. ხო, ჭადრაგზე ახლა მათემატიკური ნიჭით ბევრს მიაღწევ. ამას გვიმალავდი მე, ამდენი რამე ყოფილა და მხოლოდ სწავლობ. ეს სახოები მეთქი ვისია თქო ვიკითხე და თურმე გადანაწილებული აქვს ფერების. სიკო და ნიკოსია. ჯანაია, 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 ჯანაია. ზუსტ თითქმის თვენახევრის წინ ვიყავით აქ სტუდიაში და მაშინ იმღერეს პირველად ეს ექსპრომტად პრემიერაც იყო ყველაფერი, დებიუტიც იყო და ყველაფერი იყო. კი ბატონო. რადგან მაშინ მოდი ახლა ესეთი რაღაცა გადავწყვიტოთ. ვიდრე პატარებს კიდევ გავესაუბრებით უკვე აქეთ ამ მხარეს და მოვისმეთ მათ სიმღერას. დედა უნდა ვამღეროთ ჯერ. დედა უნდა ხო, ვამღეროთ. იმიტომ რომ სამესებელი გველოდება. მიკროფონი იქ არის და მოусმინოთ ახლა დედას, ჩვენ და მე ჩვენ მოვემზადოთ რომ ვიმღეროთ. აბა თაკო ოქროპირიზე, ნუცა ჯანელიძე. ქარი გვავარხეს ნაცნობლელიას და ბულბულები ისე რამაგარია, გადმოგბრძანდი ჩვენთან. ხედა. აქ როცა მღეროდი, ყოველთვის მღეროდი ესეთ სიმღერას პირველად ვიმღერე. კი, და არაჩვეულებრივად უსამასებელს. ძალიან დიდი მადლობა. სამასწავლებელი არის ჩემი
მასწავლებელი 2006 წელს ნუცას სკოლაში. ძალიან მიყვარს, ძალიან ვაფასებ და ძალიან მიხარია ის პერიოდი, რომ გავატარე ქალბატონ ნუცასთან. ძალიან დიდი წარმატებით დაიწყო. როგორი რაღაცაა ხოლმე, იცი რომ ნუცა ვისასწავლი და ყველას. კი, აი ეს ვისაც ხედავს სცენაზე, ძალიან წარმატებულებს. შედარებით ნაკლებად თუ ზოგი შეიძლება არ ჩანს უცხოეთშია ის არის, მაგრამ ყველა ჩემმა თაობამ მის ხელში გამოიარა. რა გინდა მიხარი? ტელეფონი ახლა არ გვინდა. ეხლა უნდა ვისაუბროთ ჩვენ. მოდი შენ რა უნდა გაგვეცნო ისე არ გინდა? უთხარი. უთხარი და ძალიან ლამაზი სახელი ჰქვია. აბა მითხარი. ხარი. კარგი რა. მაშინ რა? დეშინია? ნახე როგორი ბარკი სახლი დაგახვედრეთ აქ რა ლამაზია ნახე. ძალიან ლამაზია გაქვთ შეგიძლიათ. შეცვალე. შენერი ლამაზია ბარკი. გავაფერადეთ. თქვენთვის მოვარგეთ. კარგი შენ გამომართვე. შენ სპორგეში არ გადამრიო ახლა. კარგი შენ მითხარი ახლა რა ხდება შენკენ? როგორ სწავლობ? რომელ კლასში გადახვედი? რომელ კლასში ხარ? რომელში? დიდი გოგოა უკვე. მეორეში. დიდი გოგო. ჩემი შვილის მეორეში გადავიდა, იცი? ჩემ შვილს ელისაბედი ქვია. ამას სოფია. შენ სოფია. ლამაზესი სახელი. კარგად სწავლობ? მართლა. ძალიან მიყვარს მასწავლებელი. ბევრი მეგობარი ყავს ხო სკოლაში? და რას თამაშობთ ხოლმე? დაჭერობანას თუ რას თამაშობთ? დაჭერობანას. კარგი. ხო. ესე იგი როგორც აღმოჩნდა ბიჭები უფრო ესეთები არიან. აქტიურები. ის როგორი აქტიურია? იმას 12 წლის ეგონა ამას. ხო, თან ახლა თეატრალურ სკოლაში თუ დადის და კაი ბიჭი ხარ. მაგრამ არაჩვეულებრივი ბავშვები ყავს. აი, წითელი ფერი გიყვარს ხო? რაღაცა ისე შეხამებული გაქვს. სახვევიც, სათვალის ფერებში. ყურების. კაცრი ხო, კაცრი, სიმკაცრეს და რაშვრები. ძალიან კაცრი ვარ. რა დროს ისწრება? ოღონდ როდესაც. ოღონდ საპირისპირო ძალიან ლოიალური. ტელეფონი გინდა? მიცე ტელეფონი. ოღონდ საპირისპირო ძალიან ლოიარი. შეიძლება ისეთი რაღაცა დავთმო, რომ ყველას გაუკვირდეს, მაგრამ როცა ვიცი რომ იმ დროს იმ საქმეს ასე ჭირდება იმ ბავშვსაც ეს ახალისებს, რა თქმა უნდა რაღაცა რადიკალურზე არ არის საუბარი, მაგრამ სიმკაცრი ვარ მაშინ, როცა ერთმანეთში ჩხუბობენ 4-ვე ერთად, ძალიან დიდი ჟღრიალია სახლში მაშინ ძალიან რაზეჩხუბობენ ხოლმე? ნუ ახლა როგორც ელემენტარულზე. მაგრამ ბოლოს მე გაბრიელი გამოიჩენს ხოლმე იმას რომ არის უფროსი და დედამ ჩვენეს გაგვიკეთა, დედამ ჩვენეს გრუყიდა, რატომ ვანერვიულებთ? დედა რომ არ ყავდეს რა გაშველება? ოჩა, მე ნიკოლოზის დედა მე ხო კარგად ვიქცები. ხო. და უცბად 4-ვე მოდის ფორმაში. ისე დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი ძალიან დაბალანსებული გაქვს და ანუ აი, ნახე კლავიშზე მეგობრულები არიან. იქ მქონდა კლავიში, მე მოგიყვანდა და დაუკარიეთ. ახლა უნდა შევემზადოთ ბიჭებო. ხართ მზად? აბა რა თან თეატრალური დადგმა. ისე უყვართ ეს სიმღერა, თეატრალური დადგმის რა მოგახსენოთ, რასაც უყურებდნენ ტელევიზორში შავგულიძის და გოძიაშვილის შესრულებით. თითქმის ერთ-ერთი აქვთ გადმოტანილი, იმდენად უყვართ ეს მსახიობები, რომ ცდილობენ ხოლმე. ძალიან მაგარი ბიჭები. მათ მიბაცონ. როგორ მოვემზადოთ ახლა მითხარით ეს მიკროფონები რაღაცა ისა რა გვჭირდება რა არ არაფერი არ გვჭირდება დადგებიან და გადავგზავნოთ მაშინ აბა. ღრმესი მადლობა და გადაგიხადო. საოცარი ოჯახი ხართ მართლა, ულამაზესები ხართ და ყოველთვის ჩვენი კარიღია პოსტალიონის სიახლეებით ყოველთვის. აბა რა ვხდებით ახლა მოხდება გელოდები მოდი ჩვენთან აუცილებლად დიდი მადლობა. აბა თქვენი ცით? მეც აქ ვარ? არა მაქვს მეც საჩემი სახვევი თუ რა ქვია ამას და მეც ვიცი. მიდი. აბა ახლა კარგად გამოდის, ქეთო გვიკნეინდება, გული ეშხით ფართხალობს, სულ სიმღერა მინდება. ნუ ჯიუტობ ქეთო ჯან, ჭორი ვედი ქონია, ქენტავალი ჩოლობა, ხუმარ გონია. ჯანაია 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 აქეთ პოლკა მაზუკა, იქით ტანცი მანცები, ანცი მანცი კეიფი, დიდი გვარის ქალები, თავადების ხუმრობა, თასები და ყანწები, ხვას უმადრო გეწვევი, როგორ გაიფარჯები, ჯანაია ჯანაია ჯანაია
ღვინის მარო იციან იმას კი არ ფიქრობენ ამას რასაც ჩადიან თუ გაგჭაბოდგენილი დილი ჩემოტანილი პაზაძის რაკრეფილი კიტრები დამწვანილი ჯანაია 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 უღვინოთა ცხოვრება განავისე კადრება ღვინო არის სიცოცხლე ჩვენი ავდლადიდება ძმებო როცა მოკვდები რუჩადოს კუბოშია სულ ყველას გემედრებით ჩამთვის დორაშია ჯანაია 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 ჩვენთან მოდი. ესე იგი, როგორი შესრულება ვნახეთ, მოვისმინეთ, ყოჩა, ბრავო. ესე იგი, შემდეგი ნომრებით გელოდებით ხოლმე ჩვენთან პოსტალიაში. შემდეგი იქნება თოჯინები იცინიან. რა სლაბარა. შემოხდი და გამეტრენდი. რა მაგარია, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. ქართული მხატვრული ფილმები უყვართ და იქიდან ირჩევენ სიმღერებს. ეს შენი დამსახურებაა, დარწმუნებული ვარ. ამისიც დიდწილად. წარმატებას გისურვებთ და მოკლედ გელოდებით ხოლმე ჩვენთან სტუმრად ვიმეგობროთ. Thank you.